არ ჩანს აქ. შენი ეკრანი. შენი ეკრანი რა დავიწყო? ხაშობულია. აი. ცოცხალ რეჟიმში ვარ. არ ჩანს მაგრამ. კაი. გამოჩნდა. მოგესალმებით. შენი ეკრანი. მოგაცრავთ. ამითი ვადასტურებთ რომ ლაივში ვართ. მოგესალმებით. ეს არის რიგით 24 ეპიზოდი პოდკასტის. დღეს გავედით პირდაპირ ეთერში და დღევანდელი თემა ეს კონკრეტული არ გვაქვს. სოციალური მედიის მეშვეობით შევაგროვეთ კითხვები, რაც იყო მოძრაობის მიმართ და ასევე ლაივში შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვები, რაც გაქვთ მოძრაობასთან. ზოგადად დღეს პოდკასტის სტუმრები არიან ლევან ლორთქიფანიძე, გოტა ჭანტურია და მე მარია მიაკობიძე. რაღაც კითხვები რაც უკვე მომზადებული გვაქვს, უბრალოდ რაც უკვე შემოვიდა, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში, გამზადებული გვაქვს აქ და ესეთი სტრუქტურა გვექნება, ამოვიღებთ კითხვას, წავიკითხავ კითხვას და შემდეგ ხო, შემდეგ ყველანი გავცემთ პასუხს. ანუ ვისაც ენდომება პასუხის გაცემა, ვისაც არ ენდომება ვერ დავაძალებთ პასუხის გაცემას. კარგი, დავიწყოთ მე მგონი, ხო? და პირველი კითხვა. ხო, სხვადასხვა ეს პირველი კითხვა ნატა ბარათაშვილისგან არის. ნატა უკვე ჩვენი წევრია, თუმცა ეს კითხვა როცა გამოაგზავნა, ჩვენ ადრეც გვქონდა Facebook-ზე გვედო ეს რა დავუსეკითხო მოძრაობას და ადრე იყო შემოსული ნატასგან ეს კითხვა და იმის შემდეგ უკვე ჩვენი წევრი გახდა ნატა. ესე იგი, როგორ ფიქრობთ, საპროტესტო მოთხოვნები ხომ არ უნდა შეიცვალოს, თვითონ პროტესტის სტილი და შინაარსი მოდიფიცირებას ხომ არ ითხოვს? ესეთი კითხვა არის. გონი გოტამ უნდა უპასუხოს. გოტა. როგორც ხმა და ბაირაღმა ამ საპროტესტო მოძრაობას. ხო, ესე იგი, რაღაცა ის არის, ხო, ნიშანი არის, ესე იგი, თუ კითხვა რო გამოგზავნა მე ჩვენი წევრი თუ გახდა, ესე იგი, ნახოთ იმედია ბევრი კითხვები შემოვა. დაგვაკვირდა და იმის მერე შემოგვიერთდა. დაელოდა პასუხი. ნიშანი უნდა იყოს კითხვების დასმელად. პასუხი და მე გადაწყდა. მაგრამ რაც შეეხება მოთხოვნებს, ხო, გააჩნია ხო ამ მოთხოვნებში პრინციპში ვინ რას გულისხმობს, მაგრამ მე მგონი რაღაც საყოველთაო მოთხოვნა, რაც ერთი ყველას აბსოლუტურად ხო განურჩევლად ყველაფრისა გვაქვს, ეს არის აბსოლუტურად უკანონოდ უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების გამოშვება და ამაზე არაფერი კითხვა არასდროს არ გასჩენია, ხო? თუ თქვათ არჩევნებთან დაკავშირებით იყო, რომ ჯერ უნდა გადადგეს, თუ ჯერ არჩევნები, თუ რაღაც ესეთი დისკუსიები, თავარი მოთხოვნა მაინც არის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აი ხა გუშინაც მაგალითად სრულიად რაღაცა აბსურდული საქმე იყო თორნიკე თოშხუასი და მინდია შერვაშიძის და ეს ადამიანები ესე იგი დატოვა პატიმრობაში მოსამართლემ გავგონარი მიზეზით, ხო და ერთი კვირის წინ ერთ-ერთს მინდიას ეს ძმა გარდაეცვალა და ნუ რაღაცა დიდი ტრაგედია არის რა მოკლედ და ამიტომ ცხადია ხა ამ მოთხოვნას წყალი არ გაუვა და ეს მოთხოვნა დარჩება იქამდე სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან და შემდგომ ცხადია არ ვიცი როდესაც სიტუაცია ამ ქვეყანაში შეიცვლება ამ ადამიანებს მორალური და ყველანაირი კომპენსაციაც ეკუთვნით ხო რაც რა ტრაგედიებიც ამ ხალხმა გადაიტანა. რაც შეეხება არჩევნებს, ბუნებრივია ეს მოთხოვნაც ძალაში რჩება, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად სამართლიანი თამაშის წესებით უნდა გავარკვიოთ, თქვათ რეალურად ვის რა წონა აქვს ამ ქვეყანაში და მით უმეტეს თქვათ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ აი ჩვენს გავსად შეიქმნა ახალი რაღაც ესეთი ჯგუფები, მოძრაობები, მართალია ჩვენ არ ვართ ჯერ ფორმალურად როგორც პოლიტიკური პარტია, მაგრამ თქვათ სულ სხვა დღის წესრიგი არის, სულ სხვა მოცემულობა არის და ისედაც თქვათ არჩევნები ცხადია რომ მნიშვნელოვანია, ცხადია არა ამ მდგომარეობაში და ამ ვითარებაში, მაშინ როცა გუშინ ნახეთ როგორ რაღაც რამდენიმე წამში, როგორ ესე იგი უსინდისოდ ჩამოართვეს ხმის უფლება ფაქტობრივად ჩვენს ემიგრანტებს, ხო და რაღაცა მართლა ძალიან ისეთი
სამარცხვინო შავი ლაქა არის ჩემი აზრით ეს ჩვენს ისტორიაში, რავით მე არ მახსენდება ოჯახი ვისგანაც ემიგრანტი ადამიანი არ ყავდეს და მე თვითონაც ეხა იპებია ჩემი 90-იანი წლებიდან არის ემიგრაციაში წასული, მამინდა ჩემიც 90-იანი წლებიდან ემიგრაციაში იყო წასული და ხო აი მე არ აი რა ვიცი მართლა ამ ადამიანების ესეთ დაუფასებლობა წარმოუდგენლად მიმარჩენია. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვა ფორმები უნდა შეიცვალოს ხო მე მგონი ესეთი შინაარსი და ფორმის მოდიფიცირებას ხომ არ ითხოვს ესეთი კითხვა. ხო ფორმის და შინაარსის მოდიფიცირებაზე ხა ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით ცხადია და მგონი სული ცვლება ისედაც ისედაც უიცვლება მაგრამ ჩვენ თვითონაც თქვათ რაღაცნაირად სულ ვცდილობდით ეხა გაფართოებას არ ვიცი ვინ რას ეძახის ხო რაღაც ყველაფერი უნდა დაკონკრეტდეს მართლა იმიტომ რომ ერთ-იგივე რაღაც სულ სხვა რა ერთ-იგივე სიტყვებით სულ სხვა რამეს გულისხმობ და ჩვენ ეხა აი მაგალითად თუნდაც დღევანდელი დღე რო ავიღოთ ჩვენი მოძრაობა ნაწილი იყვნენ ჩასულები ბალდაში, სადაც კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადეთ ბალდის კანიონის მცველებს, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა აღუქვით, კიდევ ერთხელ შევხვდით, დავენახეთ, ვისაუბრეთ, ვკითხეთ, რაში ჭირდებათ მხარდაჭერა და რაღაცა კიდევ უფრო ვცდილობთ თქვათ აი ამ რეგიონულ პროტესტებთან და მთელ ქვეყანაში არის ეს პროტესტები მოდებული დაახლოებას, მათი ხმის გაგებას, ხო? და მეორე მხრივ თქვათ აი ჩვენი ტრადიციული ხუთშაბათობა დელისთან, სადაც გაზეთებს ვარიგებდით და ეს არის იდეაში რა, ანუ მუდმივი მუშაობა არის და თქვათ რაღაცა სხვადასხვა ფრონტზე, თუნდაც ერთდროულად, ხო და ანუ ის რო თქვათ მართლა რაღაც მომენტში თქვათ ვიღაცებისთვის მოინიშნა რომ მხოლოდ რუსთაველზე უნდა იყოს ან მხოლოდ იქ გამოიხატებოდეს ცხადია არა ხო უნდა გაფართოვდეს ხო და ყველგან უნდა ვიყოთ წარმოდგენილი და შინაარსითაც ხო ეხლა ყველაზე მეტად ადამიანებს რაც აწუხებთ ეს არის სოციალური საკითხები და უმძიმესი სოციალური ფონი ქვეყანაში ხო რა ვიცი ჩვენ ვისაც ხვდებით ველაპარაკებით ყველა გვეუბნება რომ სიღარიბე გაჭირვება უმუშევრობა დაბალი ანაზღაურება და ასე შემდეგ. ანუ ეს პროტესტები არის მიმოფანტული. ჩემი მხრივ ალბათ იმას დავამატებდი, რომ პროტესტები არის მიმოფანტული, ასე ვთქვათ, თელ საქართველოში. უბრალოდ უნდა დავკავშირდეთ ერთმანეთთან და დავინახოთ, რომ ეს უკმაყოფილობები რაც არის, ყველაფერს აქვს რაღაცა საერთო და გამომდინარეობს საერთო რაც შეიძლება იყოს, რომ აი ეს ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა რაც შემდეგ განაპირობებს ლოკალურად მე სხვადასხვა სახის აი ამ პროტესტებს რაც უკვე არის და აი ამ ჩვენი მიზანის ერთ-ერთი ესეც არის რომ აი ეს კავშირები დავინახოთ ერთმანეთთან ერთმანეთი გავაძლიეროთ და ანუ მარტო არ დავინახოთ იმით არ გავზომოთ ასე ვთქვათ ამ ქვეყანაში არსებული უკმაყოფილება რამდენი ხალხი დგას ასე ვთქვათ თბილისში ან რუსთაველზე არამედ ეს უკმაყოფილება არის მთელს ქვეყანაში უბრალოდ ამას რაღაცა წინ წამოწევა ჭირდება ერთმა აი ეს კავშირების დამყარება და პოლიტიზირება არის ჩვენ ვეძახით ხოლმე ხო? შენ ხო გინდა რამის დამატება ლევან? ბევრი რამის დამატება მინდა მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ უკვე ითქვა, მაგრამ შევეცდები მაინც მოკლედ გამოვეხმაურო ამ საკითხსაც. პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის რომ ხანდახან ცოტა ისე აროგანტულად და ქედმაღლურად სვამენ ხოლმე ამ შეკითხვას, რა თქმა უნდა ნატას ეს არ ეხება ზოგადად, რომ აი რატო არ ცვლით ფორმებს და სხვანაირად რატო არ იბრძვით და ასე შემდეგ. ორგანიზებას სჭირდება სტრუქტურებს სჭირდება მშენებლობა, გამოცდილება, არის საჭირო უდიდესი ადამიანური რესურსი, რომ პროტესტიც და წინააღმდეგობაც იყოს გაცილებით უფრო მეტად ეფექტური. და ეს რესურსები არ არსებობს. ხო ადამიანები კი ქუჩაში გამოდიან, მაგრამ აი სტრუქტურის მშენებლობებისთვის ხანდახან არ არიან ხოლმე ბზად. ასე რომ არავის არ უნდა უკვირდეს პროტესტის დინამიკა ამ ქვეყანაში. თან არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენი ძალა, რამდენი ჯგუფი, რამდენი ერთობა ებრძვის იმას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული ადამიანების ეფექტურობა შემცირდეს და მათ შედეგებს ვერ მიაღწიონ. ცალკე პოლიციური სტრუქტურები და ჩვენ ფაქტობრივად პოლიციურ რეჟიმში გვიწევს უკვე ცხოვრება თავისი აი ამ დაჭერებით, კანონებით და ასე შემდეგ და ცალკე ეს მედია რესურსი და პროპაგანდა, რომელიც ყოველდღე აშავებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ერთნაბიჯს მაინც გადადგამენ. ანუ ძნელია პროტესტის ფორმების გამრავალფეროვნება. უკიდურესად რთულია ასეთი რეჟიმის
და რესურსების ესეთი დეფიციტის კვალობაზე. ეს ერთი საკითხი და მეორე რაც მინდა ვთქვა, რომ აი ჩვენი მოძრაობის სტრატეგია ესეთია, რომ დიახ, არსებობს პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, არსებობს პრობლემები, თქვათ, საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ აქ წერტილს არ ვსვამთ. აი ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ჩვენ მხოლოდ მძიმეს ვსვამთ აი ამ ჩამონათვალის შემდეგ და რა თქმა უნდა, მთავარ ამოცანად ვისახავთ, რომ სოციალური პრობლემებზე ყურადღება გამახვილდეს. სიღარიბე ჩვენთვის არის პოლიტიკური პრობლემა. ზოგიერთებს უნდათ წარმოაჩინონ და 30 წელი ამას აკეთებდნენ, რომ სიღარიბე არის თურმე პირადი რაღაცა გამოცდილებების ბრალი. ერთხელ ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ღარიბ ადამიანსო უჭირსო საკუთარი თავის დადანაშაულება აი ამ სიღარიბეშიო და ყოველთვის გარეთ ეძებს აი რაღაც ფაქტორებსო და მდიდარ ადამიანებს და მდიდართა კლასს პირიქით აქვს პრობლემა. ყოველთვისა ცალკეულ ადამიანში მის უნარებში ეძებენ რაღაც საბაბს და მიზეს სიღარიბისა და არასოდეს საკუთარ თავს მათ მიერ შექმნილ სტრუქტურებს, მათ ასე ვთქვათ, შექმნილ სახელმწიფოს ამაში არ ადანაშაულებენ. ასე რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთსაც და ჩვენს მსმენელთაც, რომ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მიზანია კედლის გაფართოვება და კედლის მშენებლობა და გადიდება. ხო, არის ერთი კედელი ამოშენებული უკვე, რომელიც ასე ამ წინააღმდეგობის ველზე, ბარიკადი ერთი დგას, რომელიც არჩევნებს უკავშირდება საგარეო პოლიტიკას და ადამიანის უფლებებს და დიახ ეს ბარიკადი უნდა არსებობდეს, მაგრამ მარტო ეს ბარიკადი არ არის საკმარისი ამ რეჟიმის გასაჩიერებლად, უნდა აშენდეს ბარიკადი, რომელიც მოემსახურება თქვათ შრომის უფლებებს, სოციალური დაზღვევის საკითხს, მოემსახურება თქვათ ჯანდაცვისა და განათლების თემების სოციალური ასპექტების პოლიტიზირებას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჯერ ამ მიმართულებით ჩვენ მაინც და მაინც ძალიან წარმატებულები არა ვართ, მაგრამ რა რესურსებიც გვაქვს, იმით ვცდილობთ და იმედია პატარა ბარიკადს ავაგებთ ამ მიმართულებით. და ეხლა მონაცვლება მინდოდა, ანუ ლაივში შემოვიდა რამდენიმე კითხვა და ორი კითხვა არის, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთმანეთთან კავშირში არის, შეგვიძლია ორივეს ერთად გავცეთ პასუხი და მე შემდეგ ისევ მანამდე შემოსულ კითხვებზე გადავიდეთ. ესე იგი, პირველი, მოგესალმებით, თუ შეიძლება უფრო დეტალურად განმარტეთ, რას ნიშნავს სოციალ-დემოკრატები, ანუ ეს ორი სათაური. და მეორე კითხვა, როგორც სოციალისტები, რომელი ეკონომიკური თეორიით ხელმძღვანელობთ, რომელი უფრო კარგად წერს საქართველოს ეკონომიკას, რომელი თეორია იძლევა ჩვენს მდგომარეობასთან შესაბამის ინსტრუმენტებს მთავრობისთვის. რაღაცა მე ამას ერთმანეთთან კავშირში ვხედავ, ხო? შეგვიძლია ერთდროულად გავცეთ პასუხი, ერთი რომ ესე იგი რას მოვიაზრებთ ჩვენ სოციალ-დემოკრატიაში და მეორე რომელ ეკონომიკურ დოქტრინას ხედავთ გამოსავლად ალბათ ამ მდგომარეობიდან. ისე შეგახსენებთ, ერთი ეპიზოდი გქონდა ზუსტად რატომ სოციალური დემოკრატია. ეხლა ძალიან თეორიულ მასში არ შევსვლოთ, უფრო მეტად გქონდა იქ საუბარი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის გამოცდილებაზე და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებაზე და რას ვეყრდნობით, ანუ რა მემკვიდრეობის გაგრძელებას ვისახავთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ერთ-ერთ მიზნად. შეგიძლიათ ეს ეპიზოდი ნახოთ ჩვენს YouTube არხზე. რაც შეეხება ახლა ამ კითხვას, რომელი ეკონომიკურ დოქტრინას ხედავთ, მგონი ძალიან ნათელია სოციალ-დემოკრატიული მოძრაობაც, იმიტომ ქვია რომ ანუ ერთის მხრივ ანუ ჩვენი იდეოლოგიური ხედვა და ჩვენი იდეოლოგიური და ხირებულებითი რწმენას ასახავს ეს. მეორე რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს და ხშირად არის ხოლმე საჭირო, როგორც ჩანს ამის აღნიშვნა, რომ სოციალ-დემოკრატიაში ჩვენ არ მოვიაზრებთ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის ქვეყნებში განვითარებულ კეთილდღეობის სახელმწიფო სისტემას, სოციალ-დემოკრატია ბევრად ფართო იდეოლოგია, ასე ვთქვათ, ბევრად მეტ რამეს მოიცავს და ჩვენც ასევე საქართველოში გვაქვს ამის გამოცდილება, უნიკალური გამოცდილება
სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს, რომ პირველი სახელმწიფო, სადაც სოციალ-დემოკრატები იყვნენ ხელისუფლებაში და შეიძლება ითქვას ერთგვარ ექსპერიმენტი იყოს, რასაც ისინი ატარებდნენ პოზიტიური ვაგებით ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, რომელიც არა მარტო მაშინ იყო სამაგალითო ბევრი მემარცხენისთვის, არამედ დღემდე ბევრი რამე არის, ვფიქრობ, იქიდან სასწავლი იქნება ეს თუნდაც განათლების რეფორმა, აგრარული რეფორმაც ძალიან ინოვაციური იყო იმ პერიოდისთვის და მოკლედ ბევრი რამე არის, რაც ჩვენ გამოცდილებიდან არის. რაც შეეხება რას ვხედავთ ამ ქვეყნის გამოსავლად, ალბათ აუცილებლად უნდა ითქვას პირველი სოციალურ თანასწორობაზე დამყარებულ ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ყველასთვის და არა მხოლოდ ერთეულებისთვის, ესე მარტივად რომ ვთქვათ. ლევან, შენ როგორც პოლიტოლოგი და ყველაზე ჭერმეტყველი რა მოგახსენე, ძალიან რთული შეკითხვებია და მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე აი ესეთ სივრცეებში თეორიულ წიაღისეულებში შესვლეს და ამისთვის ჩვენ სხვა ფორმატები გვაქვს და დიდი სიამოვნებით შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ყველა სამ თეორიულ დისპუტებში, მაგრამ აი ამ კითხვამ მე მიბიძგა 1-2 სათქმელი რომ გაუზიარო ჩვენ მსმენელს აი აქეთკენ. პირველი რაც მინდა გავუზიარო ჩვენ მსმენელებს არის ის, რომ მეგობრებო, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან მრავალფეროვანი მოძრაობა. ჩვენს შემადგენლობაში თქვენ აღმოაჩენთ უამრავი სხვადასხვა მიმართულების მემარცხენეს და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც მემარცხენეები არიან დანასისხლად გადაკიდებული ერთმანეთზე, ეზიზღებათ ერთმანეთი, ერთ მაგიდასთან არ ხდებიან და მომაკვდავი რო ნახოს ერთმა მეორემ წყალს არ მიაწოდებენ ხოლმე და ჩვენ მოვახერხეთ, რომ 1 წლის განმავლობაში ადამიანები, ხო, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე ვიდექით და თეორიულადაც სხვადასხვა შეხედულებების ვართ, აი ერთ კალაპოტში მოვაქციეთ, ხო, ეს მემარცხენე დინება. ჩვენ შემადგენლობაში არიან, თქვათ, ძალიან ძლიერი ფემინისტური ჯგუფებიდან დაწყებული, დამთავრებული დემოკრატიის სოციალისტებით ან ქრისტიან დემოკრატებით, ქრისტიან სოციალისტებით, დემოკრატები არა, ქრისტიან სოციალისტებით დამთავრებული. ანუ ეს ძალიან დიდი დინება და სხვადასხვა თეორიები შემოდის აქ, ხო? არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს მარქსისტებად მიიჩნევენ და პირდაპირ მარქსზე ეფუძნებიან. მე ხა მაგალითად არ მესიამოვნა, როცა აგერ მარი მოიხსენია ცოტა აგდებულად 70-იანი წლების სოციალ-დემოკრატ. არა, ხუმრობ ხო იცი, შემომაქ. მაგრამ მე არ მიყვარს როცა მხოლოდ მაგამდე. ხო, მარტო მაგამდე არ დაკავთ, მაგრამ ხანდახან მარტო მაგამდე არ დავიყვანოთ არგუმენტით, საერთოდ ხას გადაუსვამე ხოლმე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სოციალ-დემოკრატიას და მის მემკვიდრეობას, ხო? ასე რომ აი ნახეთ სხვადასხვა სკოლები არიან, ხო? იგივე მარქსიდან დაწყებული, მე ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეს კეინსიანისტური ხედვები, მე ნეოკეინსიანიზმი შემოდის და ასე შემდეგ, ხო? უამრავი თეორია, ყველა, ბევრია, დიდი მოძრაობა ჩვენი იდეოლოგიური მრავალფეროვნების თვალსაზრისით და ეს ძალიან მომწონს მე პირადად და მე იმის გამომდინარე, რომ აი ამ დიდ მოძრაობაში ჩვენს გვქონდა ჩვენი დინება თავის დროზე და ეხლაც ასე ვთქვათ ჩვენს რაღაცა ჩვენი დინება გვაქვს, ანუ ეს არ არის რაღაც ხო და აი ხა ვისაუბროთ ამ კალაპოტზე, ხო? აი თქვათ რაც ეკონომიკურ ასპექტში თქვა, ხო? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მაგალითად ვემხრობით იმას, რომ ამ ქვეყანაში განვითარდეს წარმოება და ტექნოლოგიები, მრეწველობა და ტექნოლოგიები. ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა არ იყოს სპეკულაციურ დარგებზე, კაზინოზე, ტურიზმზე და იმასე კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე და მაინინგზე და რაღაცაზე დამოკიდებული ქვეყანა, სპეკულაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ნაცვლად, ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც დაეფუძნება ტექნოლოგიებს და მრეწველობას, ხო? მაგრამ აი მარტო 70-იან წლებში რო არ დავჩვეთ და ინდუსტრიალიზაციაზე არ ვისაუბროთ, როცა გლობალური სამყარო ესეთი შეცვლილია, თქვათ იქ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ისეთი დარგების განვითარება, რომელიც იქნება, თქვათ, კლიმატის მიმართ მეგობრული, გარემოს დაცვითი, ჩვენ არ გვინდა მარტო ინდუსტრიალიზაცია, რომელიც მეგაპროექტებს მოგვიტანს, მაგრამ სანამაგიეროდ მოსპობს სოციალურ ქსოვილს და ეკოლოგიას. ჩვენ ვემხრობთ, ბუნებრივი რესურსების აი ესე ათვისება, როგორც ახლა ხდება და ასე შემდეგ. ეგ ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტში ერთ-ერთი მათგვიწერია, ხო, პრინციპად, რომ ისეთი ეკონომიკური სისტემის განვითარება, რომელიც აი ამ გარემოს დაცვის და ზოგადად კლიმატის ცვლილებებსაც
მოიაზრებს და არ არის უბრალოდ რაღაცა ექსპლუატაცია რესურსების, არამედ რესურსების გონივრული გამოყენება. ამას ადრე მდგრად განვითარებას ეძახდნენ, ეხლა თქვათ ეძახიან ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. აი ამ იდეებს უჭერთ ხარს. თქვათ მიგვაჩნია რომ ნელ-ნელა ამ ქვეყანაში უნდა დაინერგოს პროგრესული გადასახადები. შეიძლება ამან არ მოიტანოს უცბად ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჩვენი ბიუჯეტისთვის, მაგრამ ეს სამართლიანობის პრინციპს ვემხრობით, რომ ბიძინა ივანიშვილმაც და გოტა ჭანტურიამაც ერთადაირი პროცენტული წილი არ უნდა გადაიხადოს. გოტა 10% გადაიხადოს, ბიძინამ 80% გადაიხადოს თავისი შემოსავლის. ხო, ეს პირობითად ვამბობ, 80 შეიძლება ძალიან ბევრია, მაგრამ ამას განსაზღვრავს პროცესი, ეკონომიკური, ასე თქვათ, რეალიები და ასე შემდეგ. და ასე შეიძლება უამრავი იმის ჩამოთვლა. ხო, ჩვენ ვემხრობით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც არეგულირებს, რომელიც თვითონფრითის წესრიგს. პასუხისმგებლიან სახელმწიფოს გულისხმობს და არა პოლიციურად ძლიერ სახელმწიფოს. პასუხისმგებლად სოციალურად პასუხისმგებლიან ეკონომიკაში რომ ერევა იმისთვის, რომ უკვე ერთხელ ბაზრის მიერ განაწილებული რესურსები ხელახლა გადაანაწილოს და სამართლიანობა შემოიტანოს ამ საზოგადოებაში. და მოკლედ უამრავი ასეთი ფაქტორის ჩამოთვლა შეიძლება კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ პროგრამაზე ვდგავართ ჩვენ, თუმცა გვაქვს აი ეს თანამედროვე ეპოქისგან არ არის ჩვენი პროგრამები ჩამორჩენილი და ეკონომიკის პროგრამა ჩვენ უკვე პირველ ორ საფეხურზე დამტკიცებული გვაქვს, იცით თქვენ ჩვენს მოძრაობაში არის პროგრამული კომისია, რომელიც ამაზე მუშაობს და დეტალურად მაგ კითხვის ავტორს შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენი პროგრამა და იქ დალანდავს პრეზენტაციებსაც ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ თითოეული მიმართულებით და ეხლა მე მგონი ალბათ პირველი რაც იგეგმება განათლებას მიმართულებით, გოტა არის ასევე განათლების მიმართულებით პროგრამა პოლიტიკის დოკუმენტის წერაში ჩართული და როცა დასრულდება აი ამ მიმდინარე რეფორმის ფონზე ალბათ ძალიან საჭიროც არის იმ არა მარტო ამ დეფორმის უბრალოდ კრიტიკა, არამედ იმის ლაპარაკი, როგორი განათლების სისტემა გვჭირდება, როგორი განათლება გვჭირდება, საერთოდ როგორ ხედავთ ჩვენ განათლებას და როგორც ღირებულებას და არა როგორც რაღაცა ეკონომიკურ ინსტრუმენტს, ასე ვთქვათ, ფულის ამოღების და იაფი მუშახელის წარმოების, რაც რეალურად არის აი ამ განათლების დეფორმის შინაარსი, რაც შემოთავაზეს. ამ ნაწილში ხო არ გინდა გოტა რამეს დამატება თუ არა და შეგვიძლია შემდეგ კითხვებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ აქაც შემოდის სხვა შორის ბევრი კითხვები და გველოდება კიდე რამდენი. განათლებაზე ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელეს მთელი მსოფლიოდან პროფესორ მასწავლებლებმა, აკადემიურ სფეროს წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ესე იგი, რა ვიცი, თუ კი რაიმე წამყვანი უნივერსიტეტი არის, რომლებიც მოუწოდებდნენ ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას, რომ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა არის დამანგრეველი სისტემისთვის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის, კოლუმბიის, რა ვიცი, გერმანიის თუ საფრანგეთის უნივერსიტეტებიდან პროფესორები და თან ისეთი ხალხი, რომელსაც აქვს ძალიან ახლო, ასე ვთქვათ, ურთიერთობა საქართველოსთან და ძალიან ბევრი აქვს ნაკვლევი საქართველოზე და აი რადგან განათლება ახსენე, უბრალოდ ესეც ძალიან მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ მათი ეს მხარდაჭერა და მათი ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ძალიან ღიად გამოხატავენ, ასე ვთქვათ, თავიანთ უკმაყოფილებას და ამბობენ, რომ ეს იქნება დამანგრეველი მთელი სისტემისთვის, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემის, მთლიანად განათლების სისტემისთვის და ქვეყნისთვის და ეს არის აი როგორ აი გრეგორ სუნი მაგალითად, რომელიც რა ვიცი 40 წელია მე მგონი საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე წერს, ლინკოლნ მიჩელი არის იქ და სტივენ ჯონსი და სხვები, ხო და მე მგონი ეს ხალხი უფრო ის არის, ხო, წონიანი არის მაგალითად იმაში განათლებაში, ვიდრე ვთქვათ ვარლამ ლიპარტელიანი ან გენო პეტრიაშვილი, ხო და როგორც ვთქვათ, ჩვენ არ შევდივართ, ვთქვათ, პირობითად ეხა იმ ხო საჭიდაო სივრცეში და არ ვასწავლეთ ჭკუას, რომ როგორი ჭიდაოს, ვთქვათ, გენო პეტრიაშვილმა, აქაც ეხა გრეგორ სუნმა უკეთესად იცის უმაღლესი განათლება და განათლებაზე ჩვენი ხედვაც ეს არის, რაც შენ თქვი და ის, რომ ჩვენ პროდუქტად არ აღვიქვალთ და გაყიდვის ობიექტად და ბაზარზე, ხო, რომ ვთქვათ, იქ სადღაც იყიდი თუ გაყიდი და ერთ უნივერსიტეტს დახურავ თუ არ დახურავ, ვთქვათ, სადღაც მეორეგან იყიდი იმ განათლებას. ასე არ უყურებთ ჩვენ მოკლედ. ეს მინდოდა რომ მეთქვა. და რატომ არის გოტა დამანგრეველი? აი, ბარემ ეს თემა რომ შემოვიდა, ამოვწუროთ, ხო? იმიტომ რომ ალბათ მაგაზეც იქნება კითხვები.
ხო, კი ბატონო, შეგვიძლია, კი. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ჩვენ რასაც ვამბობთ ხო, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის და ჩვენ ცხადია ხა აი ეს სხვა კონტექსტი არის, რომ მაგრამ დემოკრატიის ჩვენ ძალიან გვჯერა და ეს პროცესი აბსოლუტურად არადემოკრატიული არის, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიას სპობს. არაფერი არ კითხეს ამ უნივერსიტეტებს, მათი აზრი პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული. და ეს არის, რა ვიცი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და თან ისეთი ესე იგი დიდი ცვლილებები მოყვება ამას, როგორიც არის მაგალითად სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა მაგალითად, ხო? და და ეს არის ხელოვნურად ნაწარმოები ფაქტობრივად, ხო? და უთანასწორობის პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს რაც შეიძლება მალე რომ მოხდეს აი ამ ახალგაზრდების შრომის ბაზარზე შეყრა, ასე ვთქვათ, სრულიად მოუმზადებლად და თან როგორ შრომის ბაზარზე და როგორ სისტემაში, რომელიც სადაც უბრალოდ განწირულები არიან ექსპლუატაციისთვის და ძალიან რთული არის მე აი ამ სისტემიდან სოციალურ კიბეზე, ასე ვთქვათ, წინ წაწევა, იმიტომ რომ უბრალოდ არ გაძლევს ეს სისტემა მე საშუალებას კვირაში 6 დღე 12 საათი გიწევს მუშაობა, იმის პარალელურად სწავლა ან რაიმე სხვაზე ფიქრი უბრალოდ ძალიან რთულია და ანუ გაწირვა ხდება ამ ახალგაზრდების იაფ მუშახელად რომ მოხდეს მათი გარდაქმნა, ასე ვთქვათ. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ეს მაშინ რო ამოვიღე ის. თუ კი შენ წაიკითხე. თვითმმართველობის განვითარებას როგორ ხედავთ? სოფლის განვითარების მიმართულებით თქვენი აზრით რა ნაბიჯებია გადასადგმელი? თვითმმართველობის მოკლედ ვიტყვი, მე და მე თქვენ დავამატეთ ხო? თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით ამაზეც გქონდათ, როგორც თვითმმართველობა გჭირდება, ამაზეც გქონდა ერთ-ერთი ეპიზოდი, სხვათა შორის პოდკასტის, შეგიძლიათ მოძებნოთ, ვახუშტი მენობდე, თენგო სულთანიშვილი და ნინო კაპანაძე ჩვენი წევრები საუბრობდნენ, ვისაც უფრო მეტი კომპეტენცია აქვს ამ მიმართულებით და ვინც მუშაობს ასევე ჩვენი ესე იგი პოლიტიკის დოკუმენტზე ამ მიმართულებით, თვითმმართველობის არა რეფორმაზე, არამედ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, აი ესეთი სისტემის მოწყობაზე, რომელიც გულისხმობს რეალურ თვითმმართველობას და არა იმ ფორმალურ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა გვაქვს, რა პირობებშიც რეალურად უბრალოდ ცენტრიდან იმართება ეს და სახელობითად ქვია თვითმმართველობები. მე ხა დეტალებში ვერ შევალ, ლევან ალბათ შენ უფრო დაამატებ, მაინც რადგან განხილვის პროცესებში უფრო იყავი ჩართული. მთავარი პრინციპი რაც იყო, რაც რაზეც დგას, არის ერთ-ერთი მათ შორის არის დეცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაციის პრინციპით, ანუ რაღაცა გადაწყვეტილებების გადატანა თვითმმართველობების დონეზე და ცენტრალურ დონეზე, ასე ვთქვათ, უბრალოდ ორგანიზება ამის და არა კარნახი ან დირექტივები, როგორც ეს ძალიან საყვალპურო ენით უცადე ახლა მე რომ ამეხსნა, მაგრამ უფრო კარგად ჩვენს კონცეფციაში, რომელიც ჯერ დატკიცების გზაზეა, ერთი თეზისი წერია, რომ ჩვენი მოძრაობა მხარს უჭერს სამდონიან თვითმმართველობას, ანუ ჩვენ არ გვინდა რომ იყოს ხიდი ჩატეხილი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის, კიდევ ერთი რგოლის ჯამატება ემხრობა ჩვენი კონცეფცია და ეს აადვილებს, თქვათ, რეგიონების დონეზე ორგანიზებას, თქვათ, ზოგიერთი საქმის. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობა არ წარმოგვიდგენია მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოების კრებად და ამ წარმომადგენლობით ორგანოებში გადაწყვეტილების მიღებად. ანუ ჩვენთვის თვითმმართველობა მარტო საკრებულო და გამგებელი და თავმჯდომარე არ არის, ხო? და მერი. ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ჩვენს კონცეფციაში, თქვათ, სახალხო ინიციატივებს, რეფერენდუმს, ადგილობრივ დონეზე, თქვათ, გადაწყვეტილების პირდაპირ დემოკრატიის მექანიზმებით მიღებას, რაც ხელს შეუწყობს, თქვათ, ადგილობრივ მოსახლეობის ჩართვას ამ საკითხებში. სასოფლო კრებებზე არის ჩვენს პროგრამაში დაწვრილებიც საუბარი, რაც კიდევ უფრო მეტ შეგრძნებას, აი ანუ თემის წევრი ხარ, რომ ამ ქალაქის ნაწილი ხარ, ან ამ სოფლის ნაწილი ხარ, აი ამას შეუწყობს ხელს ეს სასოფლო კრებები და სოფლის ბატონ პატრონი ვიღაცა ზემოდან დანიშნული რწმუნებული რომ არ არის და თვითონ საერთო კრება, აი ესეც ხაზგასმულია ჩვენს პროგრამაში. თბილისი იმართება ძალიან არადემოკრატიულად, მილიონიან ქალაქს პირდაპირ 50 წევრიანი საკრებულო და ერთი მერი მართავს და ეს უბნები, რომლებიც
თავისთავად უკვე გლდანი ქალაქია, დიდი უზარმაზარი, ხო? და უკვე სხვა უბნებიც, ხო, არ კეთილი დიდი მოვლენა არის და დიდი მოსახლეობა ყავს და ასე შემდეგ. აი ამ დონეზე, თბილისის ქვედა დონეზეც თვითმმართველობები არ არსებობს და ეს მესამე რგოლი შეიძლება აქ ჩაემატოს და რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ჩვენი არის დეცენტრალიზება და აი ამ ახალი ტიპის დემოკრატიისთვის ძალაუფლების გადაცემა. უბრალოდ ჩვენი მოძრაობის პროგრამები ყოველთვის არის ხოლმე რეალისტური და გაწერილია ხომ ამ პროგრამაში ძალაუფლების რა ნაწილი გადამოეცემა პირველ ეტაპზე დაბალ გოლებს, მეორე ეტაპზე და საბოლოოდ, ხო? თავდაპირველად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებები დარჩეს ცენტრალურ დონეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზემოდან ვინმე რამეს უკარნახებს, ეს იქნება, თქვათ, ისევ დემოკრატიული პროცესის შედეგად ზემოთ დარჩენილი. მაგალითად, როცა ჩვენ წინა კითხვაზე პასუხად ვთქვით, რომ ჩვენ გვიდა მწვანე ინდუსტრიალიზაცია, კლიმატ-ნეიტრალური ტექნოლოგიების განვითარება, გვინდა ისეთი ეკონომიკა, რომელიც ამ ეკონომიკურ ძალაუფლებასაც და კეთილდღეობასაც გადაანაწილებს სხვადასხვა ჯგუფებზე. ამას თავდაპირველად ჭირდება ცოტა ისეთი მკვეთრი მოქმედებები. ოღონდ ეს მკვეთრი მოქმედებებიც უნდა იყოს დემოკრატიულად გაძლიერებული და არა როგორც ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ერთი ვიღაც ეკონომისტი გადაწყვეტს, მილტონ ფრიდმანი გადაწყვეტს და გენერლებს დაავალებს, რომ ცეცხლით გაატარონ ეს ეკონომიკური პოლიტიკა. ესე არა. მაგრამ ანუ მოკლედ რას ვამბობ, რომ ძალაუფლების გადანაწილება ამ სამდონიან თვითმმართველობაში იქნება ეტაპობრივი სხვადასხვა დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოო მიზანი არის სწორედ ეს სრული განშლა და ძალაუფლების ქვემოთ ჩატანა. მეტი ინსტრუმენტის შექმნა იმისთვის, რომ მოქალაქეები ჩაერთონ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი თავის მართვაში, რაც დღეს ყოველს გვაქვს წართმეული ამ მოცემულობაში. მოდი, შემდეგი კითხვა მოიღე. სახელით თქვა, ვინ გწერს, ლაშა ომარაშვილი, ვფიქრობ მოსაფიქრებელია კიდევ დამატებითი ფორმების მოძებნა ჩვენი ხედვების მასებამდე მისატანად. ხომ არ იგეგმება სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში ჩვენი მოძრაობის უფრო გააქტიურება? თუ გნებავს მარი, შენ დაიწყე ამ კითხვაზე პასუხი და მე ჩვენც დავიბიანი უცებ ჩვენი წევრი არ არის, ხო? თუ არის. ვფიქრობ, ესე იგი როგორ უნდა მივიტანოთ ჩვენი სოციალ-დემოკრატიული ხედვები მასებამდე. პირველი აუცილებლად უნდა ვახსენოთ აქ ჩვენი გაზეთი სოციალური დემოკრატიისთვის, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი საშუალება არა ესე იგი კომუნიკაციის ხალხთან ერთის მხრივ გაზეთებს თვითონ გაზეთებით იდეების მიწოდება, ჩვენი ხედვების მიწოდება და მეორე ამ გაზეთების დარიგების პროცესი, როგორც ხალხთან ურთიერთობის და ხალხთან კომუნიკაციის დამყარების მეთოდი, იმიტომ რომ ჩვენ გაზეთებს უბრალოდ არ ვარიგებთ, არამედ დარიგების დროს თითოეულ ადამიანს, ვისაც ვაძლევთ გაზეთს და ვინც ინტერესს გამოხატავს, ვესაუბრებით და ვესაუბრებით არა უბრალოდ რომ ჩვენ ხედვებზე, რომ აი ჩვენ ესეთი ხედვები გვაქვს და ეხლა ასე ვთქვათ, მხარი დაგვიჭერეთ, არამედ ვეკითხებით ისინი როგორ ხედავენ მიმდინარე პროცესებს, ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, რა არის ის მთავარი პრობლემები, რაც მათ ყოველდღიურობაში აქვთ და ყოველდღიურობაში აწყვეტიან და ანუ ეს არის რაღაცა გაცვლის პროცესი, ერთის მხრივ ჩვენ ანუ როდესაც ინტერესდებიან, რა თქმა უნდა, უყვებით ჩვენს იდეებზე, ჩვენ მოძრაობაზე, გაზეთზე, ასე შემდეგ, მაგრამ ამ კომუნიკაციის დროს ასევე ძალიან ბევრს ვიგებთ ხალხისგანაც და ძალიან გვეხმარება ჩვენც ეს შეიძლება ყველას აქვს რაღაც ზოგადი წარმოდგენა, რომ აი ამ საზოგადოებაში როგორი აზრებია, როგორი ჯგუფები არის ხო, მაგრამ ერთი არის ეს ზოგადი წარმოდგენა, მეორე არის როცა უშუალოდ აი ამ კონტექსტში შედიხარ და უშუალოდ საუბრის დროს ძალიან ბევრს სწავლობ ამ ადამიანთან საუბრის დროს ძალიან ბევრს სწავლობ იმაზე, რაზეც შეიძლება მანამდე თეორიულად გქონდა ნაფიქრი და მე სხვანაირად ხედავ აი ამ პროცესებს რა. ეს არის ერთი
საშუალება ჩვენთვის ხუთშაბათობა დავარქვით, იმიტომ რომ ხუთშაბათობით ყოველ ხუთშაბათს გავდივართ სხვადასხვა ხალხურ ადგილებში და ვარიგებთ ჩვენ გაზეთს ვესაუბრებით ხალხს დღეს სხვათა შორის ჩვენი წევრების ნაწილი იყვნენ წასული გოტამ თქვა რომ ბალდაში იყვნენ წასულები ბალდის ცოლების მხარდასაჭერად და შემდეგ მარტულშიც დაარიგეს გაზეთები და ძალიან საინტერესო იყო ხომ ძალიან გულის ამაჩუყებელია ხომ ჩვენი წევრები როცა იწერებიან უნდა ქუთაისშიც იყო მანამდე ქუთაისშიც დაარიგეს ხა მარტულში და გამოცდილებს რომ გვიზიარებენ აი ამ ხალხთან კომუნიკაციის დროს თავიდან მაგალითად პირველად მეც როცა გავედი რაღაცა ცოტა შიში გაქვს რომ არიცი როგორ უცხო ადამიანთან როგორ შეხვიდე კონტაქტში და რა შეაინტერესებს ეხა ის თავის საქმეზე ეჩქარება მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებ ამ პროცესში ადამიანი ზოგჯერ სრულიად რომ არელი რომ ფიქრობ რა ალბათ ეხა საერთოდ არ აინტერესებს ისეთ საინტერესო საუბრები შეიძლება შედგას რომ ძალიან მაღალმობელია ხოლმე და ჩვენი წევრებიც როცა აი ქუთაისში რომ დაარიგეს მანამდე და დღეს მარტულში რომ გაგვიზიარეს თავის გამოცდილებები და ის ისტორიები რაც გადახდათ თუ ის ისტორიები რაც მოისმინეს ხალხისგან ძალიან ანუ мотиваციასაც ჩვენს გვმატებს რომ პირიქით უფრო გვინდება რომ აი ამ ზოგადად აი ამ რეალობაში რასაც ცხოვრობთ შეიძლება ყველას აქვს რაღაც მომენტი რაც საკვირტილობაში შეიძლება ჩავარდე და ფიქრობდე რომ აი რა უნდა გავაკეთოთ როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი მაგრამ აი ესეთი გამოცდილებები ძალიან გვეხმარება მოკლედ და мотиваციას გვმატებს მე მგონი ყველას ეს ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ და ნუ სხვა ალბათ ეხლა რითი შეიძლება ხალხთან კონტაქტზე გავიდეთ ის რომ უბრალოდ შეიძლება მეტი კომუნიკაცია იქნება ეს სოციალური ქსელების მეშვეობით მედიით გასვლით არ ვიცი, ყველანაირი გზები უნდა გამოინახოს, ასე ვთქვათ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დავინახოთ, ერთმანეთთან აი ეს ჩატახილი ხიდები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჩვენ თვითონვე უნდა ავაშენოთ და ავაგოთ აი ეს ძაფები, რომელიც გაწყვეტილია და შემდეგ უკვე აი ამ კომუნიკაციის პროცესში წარმოიშვება მე უკვე ახალი ძაფები, ახალი ხიდები. ხო, ერთი რასაც დავამატებ, აი ლევანი ახსენებდა ჩვენი მოძრაობის მრავალფეროვნებას, რაც მართლა არის ძალიან ისეთი საამაყო ამბავი ჩემი აზრითაც და აი ამდენად მრავალფეროვანი არის ჩვენი საკომუნიკაციო არხებიც და მიდგომებიც, ხო? იმიტომ რომ შევხედოთ აი თუნდაც ჩვენს სოციალურ მედიას, ხო? თუნდაც Facebook-ს რო გადავალოთ თვალი, აქტივობების დონეზე მართლა ძალიან ბევრი რამ კეთდება, ხო? ფაქტობრივად ვთქვათ, კვირა არ გავარო ჩვენ ვთქვათ რეგიონებში არ გავიდეთ, არ გქონდეს რაღაცა გასვლითი ღონისძიება და როგორც რეგიონულ პროტესტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ისე ვთქვათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მოძრაობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რეგიონებიდან არიან, ისევე როგორც ემიგრაციაშიც, ხო? ამიტომ მათთანაც ვთქვათ ეს მუდმივი კომუნიკაცია და ვთქვათ იქ ადგილზეც არაერთი აქტივობა ჰქონდათ ქუთაისში იქნებოდა თუ ბათუმში მაგალითად და ეს მნიშვნელოვანი არის. მეორე ეს პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენ მით უმეტეს აი ესეთი ტიპის ხო რაღაცა მართლა პოლიციურ სახელმწიფოში, როცა ყველა გზა არის ჩახერგილი, მართლა პირდაპირ კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს და თუნდაც განათლების საკითხი რო ავიღოთ, რა ვიცი, უამრავი შეხვედრები გქონდა ჩვენ ეს სტუდენტები იქნებიან თუ მასწავლებლები იქნებიან თუ მშობლები თუ სხვა და ეს არ არის მარტივი ამბავი, ხო, მით უმეტეს, როდესაც ვთქვათ, პოლიტიკურ მოძრაობასთან შეხვედრა უკვე საფრთხედ არის აღქმული, ხო? მეორე არც მაგალითად გაზეთებს ზოგი არ იღებს ხოლმე, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, სოციალურ მედიაში აქტივობა და მეორე, რაც ასევე უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი ჩვენ საკმაოდ ხშირად ჩანვართ ეგრეთ წოდებულ მეინსტრიმ მედიაშიც, ხო და აი აქაც ვთქვათ ჩვენი დღის წესრიგი შემოგვაქვს და მე ყოველ შემთხვევაში ისე ვიტყოდი, რომ რაღაცნაირად აი ამ მეინსტრიმ მედიაში შეიძლება ეს მოცემულობამ მოიტანა შეიძლება ჩვენი წვლილი იმდენად დიდი არ იყოს, რამდენადაც ვთქვათ გარემოების, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ორივე იყოს, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი ხედვები, რომელიც აქამდე არ იყო წარმოდგენილი და მისაღებიც გარკვეულწილად, ხო, ნამდვილად ახლა დასაშვებიც არ იყო, ჩვენ შემოვიტანეთ და საკმაოდ ხშირად ვლაპარაკობთ. ამიტომ ესეც ვთქვათ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ბუნებრივია დანაკლისი მე პირადად მაქვს ცხადია და ხილვადობა ვთქვათ, სულ ვამბობთ, რომ
ხილვადობა გვაკლია და აი ურესურსობის პირობებში ცხადია მეტი არის, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად სულ 1 წელი არის, რაც მოძრაობა დაფუძნდა და ჩვენთვის აი ისევ ლევანს დავესესხები, რომ აი ეს სიმყარე, აი მრავალფეროვნების, ხო და შიდა დემოკრატიის მშენებლობა არის ფუნდამენტი და მთავარი, რომ აი მაშინ როცა ეს ავტორიტარიზმი კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, ჩვენ ვიყოთ ასევე ძლიერები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, თქვა, შიდა სტრუქტურები, შევინარჩუნოთ თვითონ მოძრაობა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გვინახავს ზოგადად პარტიები იქნებიან, თქვა, რაღაცა გაერთიანებები, ინიციატივები, რომლებიც საკმაოდ მყიფე არის, ხო და ჩვენ თქვა აი ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თქვა, ვცდილობთ, რომ ორივე მხრივ ვიყოთ აქტიურები, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რომ რეკომენდაციებს და რჩევებსაც სიამოვნებით მივიღებთ, თქვა, როგორ შეგვიძლია ეს ასპექტი გავაძლიეროთ. იცი რა არის, ანუ ბევრი კითხვები არის ონლაინად შემოსული, აქაც გვაქვს კითხვები, მოდი რამდენიმეს ახლა მოვიკითხავ და ვცადოთ, რომ უფრო ცოტა მოკლედ გავცადოთ, რომ მაქსიმალურად ბევრი კითხვა მოვიცათ. რეგლამენტი შემოვიდეთ. კარგი, ესე იგი, ერთი კითხვა არის ესეთი, რომ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ხედავთ შრომითი უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით კერძო სექტორში და მეორე კითხვა, მე ვფიქრობ, რომ ამას შეგვიძლია ერთად გავცეთ პასუხი. გამარჯობა, მაინტერესებს თქვენი აზრი ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების ხელფასების ზრდა. ეს ორი ერთად იმიტომ მოვიაზრო, რომ რაღაცა ორივე თითქოს შრომის უფლებას ეხება, ხო? უფრო აქცენტი მაინც ამ ჯანდაცვაზე კი არის კითხვა, მაგრამ შრომის ნაწილში არის. ჯგუფს ჩვენს საპროგრამო კომისიაში ხელმძღვანელობს კალბატონი მარია. თავის დროზე როცა პირველი მონახაზი იწერებოდა, ხელმძღვანელობდი. ჯანდაცვის მიმართულებითაც მუშაობთ. ამ მიმართულებით ახლა არც ერთი არ ვართ ჩვენ სპეციალისტები, ამიტომ ამ ჯანდაცვის ზოგადად ჯანდაცვის სისტემა იმდენად კომპლექსური არის, ახლა ვერ მივცემ ჩვენ თავისუფლებას ამ თემაზე ვლაპარაკოთ, მაგრამ ამ მიმართულებითაც მუშაობთ. შრომის ნაწილს რაც შეეხება ერთ-ერთი მთავარი ალბათ, რითაც რა პასუხიც არის ამაზე ზოგადად, რომ როგორ უნდა გააძლიეროს შრომელი, პირველ რიგში ალბათ მინიმალური ხელფასის დაწესებით, მუშაობის დაზღვევის სისტემის შექმნით, საპენსიო სისტემის რეფორმით და ზოგადად აი ამ სოციალური დაცვის ბადის შექმნა, რაც იგულისხმება, რომ აი სხვადასხვა სოციალური პროგრამები არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ რაღაცა არასწორად ესმით ხოლმე ვერ პოლობ ახლა სწორ სიტყვას მიმართულებები არ ვიცი ხო ანუ ბადე უნდა შეიქმნას რომელიც საბოლოო ჯამში დღეს რაც არის ასე ვთქვათ შრომელი ადამიანი სრულიად ну შედარებით უკეთესი მდგომარეობა შეიძლება ითქვას ვიდრე წლების წინ იყო და აი ამ ევროინტეგრაციის პროცესში რაღაცა პროგრესი გქონდა ასოციაციების ხელშეკრულების მეშვეობით რომ რაღაცა გარკვეული რეფორმები თუნდაც ფორმალურ დონეზე მაინც გატარდა ჩვენ ქვეყანაში იქნებოდა ეს შრომის ინსპექცია თუ რაღაცა გარკვეული ცვლილებები რაც შევიდა შრომის კოდექსში ფორმალურ დონეზე მაგრამ ну მაინც პროგრესი იყო ამ მხრივ მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის საკმარისი და არ ახალი ამბავია რომ მინიმალური ხელფასი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშრომელების გაძლიერების დღეობით და უკვე 20 წელზე მეტი არ მეგონი ხო არა 25 წელია საქართველოში მინიმალური ხელფასი თვეში არის 20 ლარის და ну წარმოუდგენელი არის ესეთ რეალობაში ვიცით ჩვენ ადამიანები 300-400 ლარზე მუშაობენ და ამ ხელფასით გადარჩენა დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია ანუ ამ ხრივ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი მშრომელების გაძლიერების ასევე ვახსენე უმუშავრობის დაზღვევის სისტემა აქაც ჩვენ გვაქვს ესეც გაწერილი გვაქვს პროგრამის უბრალოდ ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული, იმიტომ რომ შიდა დემოკრატიული პროცედურები უნდა გაიაროს, განხილვა, მსჯელობა, შემდეგ თავიდან რედაქტირება, მაგრამ როდესაც წერდით აი ამ საპროგრამო პრიორიტეტებს
რაც ლევან მამანამდე ახსენა, ზუსტად ესე გვქონდა გათვლა, რომ მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები, რომ გასაგებია, რომ ეგრევე შეიძლება ვერ მოხდეს იმ სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთ დღეში აშენება, მაგრამ რაღაცა ნაბიჯები როგორ შეიძლება მივიდოთ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყავდეს ესე იგი ეკონომიკურად ძლიერი და პოლიტიკურად თავისუფალი მოქალაქე, დაცული შრომელი, აღჭურვილი უფლებებით, სამოქალაქო უფლებებით და ეკონომიკური უფლებებით, რომ ის არ იყოს რაღაცა სრულიად გაძარცული და მარტო მყოფი, ასე ვთქვათ, კერძო ბიზნესის წინაშე, იმიტომ რომ არ იქნება რეგულაციები და არ იქნება შეიძლება დავამატოთ რაღაც მინდა და დავავიწყდა რა შეხება. არ იქნება რეგულაციები და არ იქნება კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, მარი, რაც შენ თქვი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომელი დაცული უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოს უნდა კონდეს მექანიზმები, თქვა შრომის კოდექსი, რომელშიც კი შევიდა თავიდან ცვლილებები და რომელმაც შეცვალა ვითარება, იმდენად ველური იყო, თქვა წინა ხელისუფლების დროს შრომის ველზე სიტუაცია, მაგრამ მაინც ბუტაფორიული ცვლილებები აღმოჩნდა და დღეს ჩვენ შრომის კოდექსი აი შინაარსობრივად ძლიერი არ არის და არც ინსტრუმენტებით და არც ბიუჯეტით არის გამყარებული, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც წესი დაადგინო, მაგრამ იმ წესის აღსრულებაზე არ მუშაობდე. ხო, იგივე შრომის ინსპექცია, რომელიც შექმნეს, რომელიც თავისი წევრების და რესურსების კვალობაზე მართლა მუშაობდა ყოველ შემთხვევაში აქამდე, მაგრამ იმასაც დამატებით აღჭურვა ჭირდება და მობილიზება და უფრო მეტი ინსპექტორი გვჭირდება ჩვენს ველზე და ასე შემდეგ. ხო, და სხვა მექანიზმები, რომელიც ჩამოთვალე უმუშევრობის დაზღვევა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან, თქვათ, შრომის პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ აი მთავარი, რაც მშრომელს იცავს დამსაქმებლისგანაც და ხანდახან დამსაქმებლის მიერ ნაყიდი სახელმწიფოსგანაც, ეს არის ძლიერი, შეკავშირებული, ორგანიზებული პროფკავშირები. და საქართველოს უდიდესი ტრაგედია ის, რომ დღეს ჩვენ არ გვყავს საერთო ეროვნული მასშტაბის ძლიერი და მრავალფეროვანი პროფკავშირები, ყავს რაღაც სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ იმართება საპოლიციო თუ სპეცსამსახურების სტრუქტურებიდან, ყავს ერთი და იგივე ადამიანი, რომელსაც არბევს, აგინებს, ცეცხლ მაქრს ეძახიან ამ კაცს, ანუ სადაც რაიმე სოციალური კრიზისია, ეს კაცი მიდის იქ ჩაშლის ყველაფერს თავის, ასე ვთქვათ, აგრესიულ მხარდამჭერებთან ერთად, ხო? თორე როცა პროფკავშირები არსებობს, იქ უკვე ბრძოლაც და წინააღმდეგობაც ორგანიზებულია. იგივე პროფკავშირებმა მოუტანეს მთელ მსოფლიოს კოლექტიური ხელშეკრულებები, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულთან მარტო კი არ რჩება, კოლექტიურად, მთელი კოლექტივი, მთელი შრომითი რესურსი, რომელიც ამა თუ იმ საწარმოშია, ერთად დებს ხელშეკრულებას თავის დამსაქმებელთან და ერთგვარი კონსტიტუცია იქნება თვითონ დასაქმების ადგილზე და ეს აძლიერებს, თქვა, თვითონ მშრომელს და ასე შემდეგ. ასე რომ უკაცრავად აი პროფკავშირული მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ამ პროგრამაში ასევე პროფკავშირების უფლებების გაძლიერებაზეც წერია და მთელ მსოფლიოში ეს მემარცხენეობის ძირითადი ხაზია, ხო, union rights, რასაც ეძახიან და ბერნი სანდერსიდან დაწყებული, სხვა ჩვენიანებით გაგრძელებული ყველა ამ მიმართულებით დარწმუნია. რაც შეეხება ჯანდაცვაზე ჩვენ ახლა მართლა არ უნდა მივცეთ უფლება რაღაც კონკრეტულ მექანიზმებზე ჩვენს მსმენელს დაველაპარაკოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ჯანდაცვაში გაბატონებული არის ესე ვთქვათ, მოგების მექანიზმი, კაპიტალი, ხო? არსებობა ბაზრის ლოგიკაზეა მორგებული. ყავს, ვთქვათ, კომპანიები, რომლებიც ერთდროულად ფლობენ ფარმაცევტულ ფირმებსაც, საავადმყოფოებსაც, დაზღვევის ასე ვთქვათ, სფეროშიც არიან შეჭრილები, სახელმწიფო მთლიანად გასული არის ჯანდაცვის ბიზნესიდან. ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ამ დიდი კორპორაციების, რომელსაც თავისი წამალიც აქვს, საავადმყოფოც აქვს და დაზღვევაც აქვს, ფლობელი არის ხოლმე ბანკი და იქმნება რაღაცა მონსტრი, რომელიც არც პაციენტზე ზრუნავს, არც ექიმზე ზრუნავს.
არც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ეფექტურად ხარჯვაზე ფიქრობს, ხო? მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, როგორ ასე ვთქვათ, გაზარდოს თავისი შემოსავალი. პაციენტი დაზარალებულია, ასე ვთქვათ, თვითონ ექიმების ხელფასები კატასტროფულია ამ ქვეყანაში. ექთნების მდგომარეობა არის უმძიმესი ისეთ შრომაში არიან ჩართული და იმ ტიპის ანაზღაურებას იღებენ და ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს ამ თვალსაზრისითაც პროფესიონალური, ასე ვთქვათ, დეკვალიფიკაცია მიმდინარეობს, იმიტომ რომ უამრავი ექიმი მიდის ამ ქვეყნიდან, უამრავი ექთანიც მიდის, ევროპაში ზრუნვის სფეროს ბევრი დიდი დეფიციტი აქვს და იქ საქმდებიან ადამიანები და კატასტროფული ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით. და მეორე საკითხი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, ხო? ჩვენთან პაციენტი სიკვდილის წინ მიდის ექიმთან. მანამდე რომ ის დაცული იყოს, მასზე ვიღაცა მიზრუნავს, ვიღაცა წნევა გაუზომოს და სისხლის ანალიზი გაუკეთოს, რომ წინასწარ ეგ პრევენცია მოხდეს ამ საშინელი დაავადებების, რომლის ესე იგი აფეთქება ამ ქვეყანაში, ამაზე არავინ არ ზრუნავს, იმიტომ რომ კერძო სექტორი საზოგადოებრივ ჯანდაცვას ვერ შექმნის. სახელმწიფო უნდა იყოს აქ მოწინავე. ასე რომ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა ოდესმე მოვა ხელისუფლებაში და ჩვენ გვექნება ისეთი ჯანდაცვის პოლიტიკა, სადაც წამყვანი არ იქნება აი ამ სხვილი კორპორაციების მოგება, არამედ მთავარი აქცენტი გადავა საზოგადოებრივ ჯანმრთელობის დიდი ქსელის შექმნაზე და მეორეს მხრივ გადავა თვითონ ექიმის შრომის უფლებების დაცვაზე და პაციენტის როგორც ასე ვთქვათ ზრუნის ობიექტის უფლებების დაცვაზე. ასე რომ ამაზეც ჩვენ იმედია ოდესმე ამ პროგრამასაც გავამზადებთ და უფრო დაწვრილებით მექანიზმების დონეზე უპასუხებთ ჩვენს სპენელს. მადლობა ლევან, ამომწურავი პასუხისთვის. ხმარგინა დამატებათ ვარ და შეგვიძლია ამგვარი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ერთი წინადადებით მეც ვიტყვი, რომ ზუსტად ანალოგიურად განათლების მიმართულებითაც აბსოლუტურად დავეთანხმები, რომ აი პროკავშირული საქმიანობის და ორგანიზებული მასწავლებელთა ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება დღეს ჩვენ ქვეყანაში განათლების სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება არის ყველაზე დაბალი. მეთევზეობა და თევზჭერა უსწრებს ხოლმე ხან ცვლიან ადგილებს რომელს გაასწრებს და ანუ კატასტროფული მდგომარეობა განსაკუთრებით სკოლამდელ დაწესებულებებში ხო ბაღის აღზრდელები რა ვითარებაში არიან და იქაც აი ზუსტად იგივე არის რა რომ ეს არსებული პროფკავშირი არის რაღაცა დანამატი განათლების სამინისტროსი თუ ძალოვანი სტრუქტურების და თუ ვთქვათ ვერ მოძლიერდა პროფკავშირი, რომლის რაღაცა ჩანასახები ნამდვილად ჩვენ გვაქვს, მაშინ შეიძლება რაღაცა ერთჯერადად ნამდვილად გაკეთდეს, შეიძლება ანაზღაურებაც მოიმატოს, ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მარტივი იქნება ამ ყველაფრის უკან დატრიალება და თუ ისევ და ჩვენ ცხადია რომ უნდა შევქნათ შესაბამისი გარემო აი ამ ჯგუფებისთვის რომ მოძლიერდნენ და ამის პრაქტიკები არსებობს და მეც დარწმუნებული ვარ რომ ამას ადრე თუ გვიან მოვახერხებთ. მოკლედ სამწუხაროდ მეგონი დღეს ვერ მოვასწრებთ ყველა კითხვას რომ გავცეთ პასუხი. მოდი კიდე ერთი იყოს აქედან ამოვიღე ერთი კითხვა და ერთი იყოს ხო ერთი იყოს ონლაინ მაგრამ ხო ანუ თან არ გამოგვდის მოკლედ პასუხები. კითხვებიც ისეთი არის რომ მოკლედ პასუხს ვერ გასცემ და შეგვიძლია არ არის პრობლემა, შეგვიძლია შემდეგი როგორც გუგაიტყო და რა პრობლემაა. შეგვიძლია შემდეგ ეპიზოდებში გავაგრძელოთ ეს ფორმატი თუ მოგეწონათ ასევე შეგიძლიათ ის კითხვები რაც ამ ეპიზოდში ვერ გავცემთ პასუხს, რა თქმა უნდა, შევინახავთ და შემდეგ ეპიზოდებში სხვა წევრები გასცემენ პასუხს, ასე რომ არ გვიწყინოთ თუ თქვენი კითხვის ამოკითხვა ვერ მოვასწარით დღეს. ერთ კითხვას ახლა ამოვიღე ჯამიდან, რომელიც იყო წინასწარ გამოგზავნილი კითხვები და ერთი შემდეგ გამოვიკითხოთ ონლაინ გამოგზავნილებიდან და მე უკვე შეგვიძლია დავასრულოთ. კარგი. რა საინტერესოა და როგორი დინამიურია რა. ამის მარათონული გაგრძელება შეიძლება. შემდეგი იყოს მარათონული პერიოდი. ისეთი კითხვა ამოვიღე. როდის აპირებთ პარტიას რეგისტრაციას? მეც საინტერესებს. როდის აპირებთ პარტიას რეგისტრაციას? ზეგ. კი, არა, ნუ ჩვენ მუშაობთ ცხადია და ხო არ მახსოვს რომ მე მგონი ლევანის სიტყვები იყო, არ ვიცი, სულ პირველად ჩვენ როდესაც წარუდგინეთ ჩვენი თავის საზოგადოებას, თქვით რომ პირველივე დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და ისედაც თქვათ ამ მოძრაობის ამბიცია ეს იყო, ხო, ცხადია პარტიად გარდაქმნა. უბრალოდ დღევანდელ ველსაც რო შევხედოთ თქვათ სულთა ობიექტური თვალსაზრისით პირობითად ვიღაცა ჩვენ პარტია
პარტიად გვიყურებს თუ მოძრაობა რაჟდენ კუპრაშვილი პარტიად გვიყურებს ისედაც და ანუ ამიტომ რაღაცა პრინციპული განსხვავებები ესე რო შევხედოთ ხო დღევანდელ მოცემულობაში გარდა იმისა თქვათ არჩევნებში მიიღებ თუ არა მონაწილეობას მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში რომ არ არის და ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ საქმეს პასუხისგებლობით პასუხისგებლიანად ვუყურებთ და კიდევ ერთხელ ხო ჩვენი თქვათ ზრდაც თუნდაც რაოდენობრივი არ გვინდა იყოს ისეთი როგორც თქვათ სხვა ჯგუფების თუ პარტიების იყო როდესაც თვითონ არ ჰქონდათ წარმოდგენა მათი წევრები ვინ იყვნენ რას საქმიანობდნენ და ასე შემდეგ და ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებით მე მგონია რომ საზოგადოებაც ხედავს თქვათ ამას ჩვენი კარი ჩვენი მოძრაობის კარი ნამდვილად ღიაა ცხადია ამ ღირებულებების მქონე ადამიანებისთვის და საზოგადოებას თქვათ ვაცნობებთ აუცილებლად, თუმცა ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი აი დემოკრატიული, თქვათ რაღაცა მიდგომის შედეგად მისაღები, ანუ საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ესეც არის ერთ-ერთი აი ძალიან ისეთი სერიოზული ღირებულება, რაც ამ მოძრაობას აქვს. ხო, ანუ ჩვენ ესე იგი მოძრაობაში გვაქვს საერთო კრება, რომელსაც ესწრება ყველა წევრი და საერთო კრებაზე მიიღება ხოლმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, პარტიად რეგისტრაციაც ასეთი გადაწყვეტილებაა და ამაზეც ზოგადად მსჯელობა მიდის და იმაზეც რომ პარტიად ანუ რეგისტრაციისთვის არ გვინდა და პარტია ფურცელზე რომ ეწეროს, ამიტომაც ასე ვთქვათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვდგებით და ამას ვხედავთ ჩვენი ხედვა არის ესეთი რომ პარტია არ იქნება რაღაც დავაარსეთ ასე ვთქვათ და მოვბრძანდით გაწევრიანდით არამედ აი ეს უნდა მე ყოველ შემთხვევაში ეს წარმომიდგენია ეს არის რაღაც პროცესი როგორ უნდა ავაშენოთ ისეთი პარტია როგორ ქვეყანაშიც გვინდა ცხოვრება ანუ დემოკრატია რო გვინდა ქვეყანაში პირველ რიგში დემოკრატია უნდა დავიწყოთ ჩვენით ასე ვთქვათ მანამდე გოტამას თქვა რომ მოძრაობაშიც მოძრაობაშიც მუშაობის პროცესი მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ავაგოთ ჩვენი შიდა სტრუქტურა და სისტემა რომ იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ყველას აზრი გათვალისწინებული და ეს არ იყოს რაღაცა რამდენიმე ადამიანზე მიბმული მოკლედ პოლიტიკური მოძრაობა და პარტიას ესეთი წარმოგვიდგენია არა რაღაცა კონკრეტული პირების პარტია სადაც ერთი-ორი ადამიანი წყვეტს რა როგორ გამოხდეს არამედ ეს უნდა იყოს დემოკრატიული პროცესის შედეგად და მოვა ალბათ ამის როცა ამ გადაწყვეტილებას საერთო კრება მიიღებს მოკლედ ძალიან კარგი კითხვაა და მე დაუსრულებლად შევიძლია ამ კითხვაზე საპასუხოდ ვისაუბრო. პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის რომ პარტიაში გაწევრიანებას ჩვენ ყველანი უყურებთ ძალიან სერიოზულად. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ისეთი პარტიის წევრები, რომლიდანაც ერთ თვეში ან ორ თვეში არ გამოვართ. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს საბედისწერო მომენტი ჩვენთვის და გვიხაროდეს აი ამ პოლიტიკური ძალის წევრობა. მოკლედ როგორც ზოგიერთ ადამიანს უნდა რომ ერთხელ დაქორწინდეს და ეს ქორწინება გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენც გვინდა, ბევრ ჩვენგანს უნდა რომ პოლიტიკურ პარტიაში რო გაწევრიანდება, სიცოცხლის ბოლომდე ამ პარტიის წევრი იყოს. რომანტიულად და პოლიტიკურად მონოგამი. ხო, რომანტიულად და პოლიტიკურად, ხო? კი, ეს ერთი საკითხი. ასე რომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ გვინდა რომ სერიოზული სტრუქტურა ავაშენოთ, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პირად ურთიერთობებზე, რაღაც ქიშპობებზე, რაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ ხოლმე, ერთხელ ვიღაცას გააბრაზებს და იშლება. ეს რითი უნდა დავაზღვიოთ? გვინდა რომ გქონდეს სტრუქტურა, წესები, ეთიკა, ინსტიტუტები ამ პარტიის შიგნით, რომელიც აი ამ სიმყარეს და სტაბილურობას შემოიტანს. ვაშენებთ ამ სტრუქტურას. ვცდილობთ რომ ესეთი ინსტიტუციები შევქმნათ. ვცდილობთ რომ შრომა გავანაწილოთ ისე რომ ეს ხასიათებზე და პირად ურთიერთდამოკიდებულებებზე არ იყოს დამოკიდებული. ეს ერთი საკითხი, ხო? თან ერთ დავამატებ გავითვალისწინოთ რა პირობებში ვაკეთებთ. რა პირობებში ვაკეთებთ? ყველაფერს ამას ხო მეორე პარტია სტრუქტურის გარდა ხო ჭირდება თავისი ასე ვთქვათ რესურსები. ადამიანური რესურსები უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა მატერიალური და ფინანსური რესურსებიც. ამასაც ვეძებთ
ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, კანონი არ დავარღვიოთ და ამ ღარიბ საზოგადოებიდან და ნერვებმოშლილი საზოგადოებიდან მოვაგროვოთ ადამიანური რესურსიც და მატერიალური რესურსიც, რომ ვიარსებოთ. 1-500 წევრი რო გვეყოლება, ალბათ, მყარად ჩვენ სტრუქტურებში გაერთიანებული, მერე შეგვიძლია, ასე ვთქვათ, პარტიად დავრეგისტრირდეთ, ხო? და შიდა პარტიული დემოკრატიასაც ვაშენებთ, ხო? მარტო სტრუქტურა და შრომის განაწილება არ კმარა. დემოკრატია უნდა იყოს შიგნით, რომ ადამიანებს იქ გაწევრიანება მოუნდეთ და ესეთი დემოკრატია ჩვენ გვაქვს და კიდე ბევრი ფაქტორებია რა, მოკლედ კომუნიკაციის სისტემა უნდა გქონდეს აწყობილი. მოკლედ ჩვენ არ გვიდა ისეთი პარტია შევქნათ, რომელიც ფურცელზე 300 სიცალი გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვიდა შევქნათ რაღაც ახალი, სტაბილური და ამისთვის ვშრომობთ და იმედია რომ მალე გამოგვივა. ხო, ანუ ჩვენი განზრახვა იციან ხალხმა, ასე რომ ეს იურიდიულად როდის გაფორმდება, დამოკიდებულია იმაზე, აი ამ მინიმალურ და მიზერულ კრიტერიუმებს როდის დავაკმაყოფილებთ და როდის მიიღებთ საერთო კრება ამის შესახებ გადაწყვეტილებას. და აქვე ჩვენ მსმენელებს ხაზგასმით შევახსენოთ ჯერჯერობით და ამ ეტაპზე. მოძრაობის გადაწყვეტილება ესეთია, რომ თუ ამ ქვეყანაში იქნა არჩევნები და ამ არჩევნებზე მიზერული შანსი მაინც თუ გვექნა ჩვენ რომ ხელი შეუშალოთ დიქტატურას, მიზერული შანსიც თუ იარსებებს ამისი, ჩვენ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჯერ არც არჩევნების ტენდენცია ჩანს ამ ქვეყანაში, არც მიზერული შანსი ჩანს, ასე რომ წინასწარ ნუ ველაპარაკებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ესეთია, რომ იქნება არჩევნები, იქნება მიზერული შანსი, რომ ხელი შეუშალოთ დიქტატურას ამ ქვეყანაში. ჩვენ იქ ვიქმნებით, ასე რომ იმაზე ნუ ინერვიულებთ, მომავალ ოდნავ მაინც დემოკრატიულ არჩევნებში, ბიულეტენში დაგვხდებით თუ არა, დაგვხდებით. თუ ესეთი არჩევნები იქნება, გეუბნებით ამ გადმოსახედიდან. ახლა ხვალ საერთო კრებამ თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავირაზმოთ და ყველანი წავიდეთ ამ ქვეყნიდან, ეგ უკვე სხვა საკითხია და სხვა დროს გასარჩევი. მადლობა ლევან. რამე ხო არ მეშლება? არა, კითხვას ერთ დავამატებ და აი ბოლო კითხვასაც ამოვკითხებ და ერთი რაც მინდა ამ პარტიაზე რომ დავამატებინა, თან რაც ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტია არ უნდა იყოს რაც პარტია ცალკე არსებული, არამედ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა უნდა მოახდინოს ამასთან ასწორება. ანუ ეს უნდა იყოს ხალხის პარტია, ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისთვის შექმნილი პარტია და არა რაღაცა ვიწრო ჯგუფის მიერ შექმნილი პარტია და შემდეგ შენ აქ თან თითქოს აი გარედან რო უყურებ როგორც ცალკე ხელს, არამედ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, რომ ეს რაღაცა როგორც მოძრაობა შეიქმნა აი ამ რაღაც წინააღმდეგობიდან ამოიზარდა და შევიკრიბეთ და აი აქედან ამოიზარდა მოკლედ ეს ჩვენი ერთობა, ესე წარმოგვიდგენია ამ პარტიის შენებაც და ამ პარტიის შენებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ალბათ რაც უნდა დაავანგრიოთ ამ ქვეყანაში არის ის რომ პარტია აუცილებლად რაღაცა სიბინძურეს ნიშნავს, პარტიულობა აუცილებლად რაღაცა თითქოს აი ერიდება ხალხი რა, იმიტომ რომ იმდენად უკვე აი პარტიები და ზოგადად პოლიტიკა იმდენად სიბინძურესთან, კორუფციასთან, ტყუილთან, არ ვიცი, ყველაფერ საძულველთან ასოცირდება, რომ ადამიანებს აი ეს აპოლიტიკური ვარ ხშირად რომ ამბობენ, ამდენ შეიძლება ძალიანაც პოლიტიკური რა დაზროვნებდეს ადამიანი და ხედავდეს ყველაფერს რა ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს რაღაცა იმად რომ იქცა, რომ აი არ შემეხოს ეს რა, რომ თითქოს აი გავისურები ამაში და აი ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ცენტრალური მნიშვნელობის არის, რომ აი ეს როგორღაც უნდა დაუძლიოთ ამ საზოგადოებაში, რომ ხალხმა დაიბრუნოს იმის რწმენა, რომ პოლიტიკა არ არის მხოლოდ რაღაცა პროფესია და ვიღაცა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც რაღაცას ლაპარაკობენ, არამედ პოლიტიკა არის ყველაფერი, ყოველდღიურობაში სახლიდან რომ გავდივართ, კი არა სახლშიც რომ ვართ, რასაჭმელს ვჭამთ, როგორ სახლში ცხოვრობთ, როგორ სკოლაში დადის ჩვენი შვილი, ხო, საშინაო შრომა როგორ არის გადანაწილებული, წამლის ფული გვაქვს თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის პოლიტიკა და აი ეს გვინდა რომ რაღაცნაირად უნდა დავაბრუნოთ ამ საზოგადოებაში, რომ ჩვენ თუ არ მივიღეთ ჩვენი ცხოვრების მართვაში მონაწილეობა და ამას არავინ არ მოგვცემს ამის უფლებას, ეს უნდა მოვიპოვოთ. ამის გარეშე ჩვენ ყოველთვის აი ამ წრეზე ვიტრიალებთ, რომელზეც უკვე 30 წელზე მეტი ეს ქვეყანა ტრიალებს, რომ არის მუდმივად რაღაცა ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, იქნება ეს უფრო რაღაცა უფრო ბრუტალური ფორმის თუ შედარებით რბილი ფორმის, მაგრამ აი ამ
წრეს ზუსტად ის განაპირობებს, რომ ადამიანებს სრული გაუცხოება აქვს და რაღაცნაირად ეს მასიურად უნდა ჩავერთოს და ეს პარტია არ უნდა ამით თავი შინაარსობრივი განსხვავება ყველა სხვა პარტიისგან, ალბათ ეს უნდა იყოს იმ პარტიის, რომლის შექმნაც ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ხალხის მიერ შექმნილი პარტია და ხალხისთვის შექმნილი პარტია. ოღონდ მარი ერთს დავამატებ თუ შეიძლება და ბოდის გიხდით ამისთვის. ჩვენ ვაშენებთ ისეთ მოძრაობას, რომელიც ყველასი ვერ იქნება, ხო? ხო, ჩვენ კონკრეტულ სოციალურ ფენებზე და კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებულ პარტიას ვქმნით. ის ადამიანები, ვინც იზიარებენ ოლიგარქები და აი ეს ფენები, სხვადასხვა ფენები, თქვათ, უმდიდრესი კლასი ამ საზოგადოების ჩვენი მუშტარი არ იქნება და არც გვჭირდებიან ჩვენი. ჩვენ ვცდილობთ ქვემოდან სტუდენტების, გარემოს დამცველების, ფემინისტების, აგერ მისი ურბანისტების, ვინც ქალაქის პრობლემებით არის დაინტერესებული და აი იმ ფენების ბრძოლაში ჩართული ფენების ორგანიზებას, რომელიც აი ამ სოციალურ უსამართლობას აპროტესტებს და ვინც შეგუებულია ამ სოციალურ უსამართლობასთან, ვინც აწარმოებს ამ სოციალურ უსამართლობას, ჩვენ მათთან შევდივართ კონფლიქტში და კონფლიქტის დროს ვდგავართ მათ საწინააღმდეგო მხარეს. ამითიც განსხვავდებით ჩვენ სხვა პარტიებისგან, ისინი მოდიან აი რაც ბაზარს უნდა, რომ აი დღეს ერთი კბილის ჯაგრისია პოპულარული და მოდი ყველა მის კბილის ჯაგრისი შევიძინოთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა ხარ, საიდან მოდიხარ, გჭირდება თუ არა ის კონკრეტულად იმ ფორმის და ასე შემდეგ. ესე საბაზროდ ჩვენ ამ ურჩეველს და ჩვენ საზოგადოებას არ უყურებთ და კონკრეტულ ფენებზე ვსვამთ აქცენტს. მადლობა დაზუსტებისთვის, ლევან, აუცილებელი იყო. სამწუხაროდ მეყარვასწრებთ მოკლედ ახალი კითხვების ამოკითხვას, როგორც გითხარით, არ გვიწყინოთ ბოდიშევის კითხვებიც ვერ ამოვიკითხეთ, თუმცა შევინახავთ და შემდეგ ეპიზოდებში აუცილებლად ჩვენი მოძრაობის სხვა წევრები უკვე სხვა შემადგენლობით გაგცემენ პასუხს. ეს ერთ მოკლე ახსნასაც დავამატებ, რომ ყველა ეპიზოდში ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სხვადასხვა წევრები იყვნენ წარმოდგენილი და არ გვყავს ყველა ეპიზოდში, ამიტომ ერთ და იგივე წევრები, იმიტომ რომ გვინდა ერთ-ერთი საშუალება არის, ასე ვთქვათ, ეს პოდკასტი ასევე ჩვენთვის, რომ გაგაცნოთ ჩვენი მოძრაობის წევრები და წარმოვაჩინოთ მაქსიმალურად აი ეს მრავალფეროვნება, რაც არის მოძრაობის შიგნით, იქნება ეს კომპეტენციების მრავალფეროვნება თუ იდეების მრავალფეროვნება, მაგრამ ღირებულებების საერთოობა, რაც გვაქვს ჩვენ შიგნით და ასე რომ ანუ შემდეგ ეპიზოდებში უკვე სხვა წევრები აუცილებლად გასცემენ პასუხს, ასევე რაც შეიძლება დღევანდელი ჩვენი საუბრიდან შეიძლება ახალი კითხვებიც გაგიჩნდათ, ეს კითხვებიც მოგწერეთ აუცილებლად სოციალურ ქსელებში. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, Instagram-ზე, ჩვენი პოდკასტი იდება ხუთშაბათობით YouTube-ზე და Spotify-ზე ასევე, გვაქვს ასევე პროფილი TikTok-ზე, მოკლედ ყველგან ვცდილობთ რომ მოვედოთ ყველანაირი კომუნიკაციის ყველანაირი საშუალებას, რის შესაძლებლობაც არის დღეს. და გაზეთში მოკლე მიმოხილვა დავბეჭდოთ ერთი შეკითხვით შეიძლება. ხო, გაზეთში შეგვიძლია სხვათა შორის, ხო, გაზეთში შეგვიძლია რაღაც მკითხვებზე დავწეროთ პასუხები და გაზეთის ნომრებიც, ესე შემდეგი ნომრების მომზადება სწორედ ეს ხდება, რომ აი რო თქვი რომ როდესაც ხვდებით ხალხს და ვესაუბრებით და მათგანაც იდეებს ვისმენთ, აი ის პრობლემები, რაც სასახელებენ ყველაზე ხშირად, იმ პრობლემის ირგვლივ შემდეგი ნომრისთვის ვამზადებთ სტატიებს და მასე იყო მაგალითად ფასების მატებასთან დაკავშირებით იყო პირველად რო დავიწყოთ გასვლები, ყველაზე ხშირად ხალხი ასახელებდა იყო ფასების მატება და აი რომ არაფერზე არ ყოფნის თანხები და ამაზეც შემდეგი ნომერი მომზადა. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ხუთში ყრიან შეკითხვებს ძალიან. ხო, ანუ მოკლედ სხვადასხვა გზებს ვიყენებთ. კარგი გამიგზავნა ძალიან. მოდის გიხდით, მადლობა ვინც გვიყურებდით და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდებში. ნახვამდის.